ტყიბულის სამედიცინო ჰოსპიტალში კატასტროფის ცენტრის ადგილობრივი მომსახურეობის ფილიალი გაიხსნა. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით კორპორაცია ევექსმა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც საავადმყოფოს მერსედესის მარკის თანამედროვე ტიპის უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი რიანომობილი მოემსახურება. კატასტროფის ბრიგადები კვალიფიციური სპეციალურად გადამზადებული კადრებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მოემსახურებიან პაციენტებს. კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის ტყიბულის ფილიალის მენეჯერმა მაია რუხაძემ და სხვა წარმომადგენლებმა, ასევე სამედიცინო კორპორაცია ევექსის ტყიბულის ჰოსპიტალის დირექტორმა იური ელიაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული ფილიალის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა. პირველი ამრიდან რიანიმობილის დაყენება მოხდა ტყიბულში, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულად აქვს ამას დიდი მნიშვნელობა ტყიბულის მოსახლეობისთვის. ჩვენ გვყავს მერსედესის მარკის რიანიმობილები, რომლებიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ძალიან კარგად არის აღჭურვილი და სრულფასოვანი რეანიმაციის ჩატარებისთვის ამ რეანიმობილებში არის ყველანაირი პირობა. ასევე გვყავს კვალიფიციური კადრი და ვფიქრობ, რომ გაუწევთ მოსახლეობას სათანადო დახმარებას. როგორც ტყიბულის ჰოსპიტალის დირექტორმა იური ელიაშვილმა აღნიშნა, მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიცის ძალისხმევითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადმოცემულ შენობაში ამბულატორიული განყოფილება განთავსდება. საავადმყოფოს გათავისუფლებულ კაბინეტებში კი კატასტროფის სამსახური სრული დატვირთვით განაახლებს ფუნქციონირებას და მომსახურებას გაუწევს ავადმყოფებს. მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა უნდა უთხრათ ყველას ხალხატონი მაიას, ევექსის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ადამიანს ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დეპუტატს, რომელსაც ჩვენ მოგცავ შესაძლებლობა რომ ეკონომიკის სამინისტროს გადმოეცათ ეს შენობა, რომელიც ფაქტიურად ყველანაირად მზად არის ავადმყოფობის მისაღებად, სადაც გავა ამბულატორიული სამსახური გადავა. იმის ფარცე გაკეთება ყველაფერი ის, რაც მოთხოვნას დღევანდელი მედიცინა უყენებს სამედიცინო ობიექტს. ჩვენ ამ მოთხოვნებს ამ წელს ვერ ვაკმაყოფილებ. ეხლა ძნელი გასაგებია ყველასათვის, მაგრამ რატომ არა გვაქვს ეს სამსახური, იმიტომ რომ მას უნდა თავისი აპარატურა, თავისებური ფართი, თავისი დონე კვალიფიკაცია ექიმებისა, მედდებისა და ეს ყველაფერი კეთდება. პირველ რიგში მინდა მიულოცო ჩემს მოსახლეობას ძველი ახალი წელი და ვახარო ის ინფორმაცია, რომ დღევანდელი დღიდან ჩვენს საავადმყოფოს, ამბულატორიულ საავადმყოფოს მოემსახურება დამატებით კატასტროფის ცენტრის მერსედესის ტიპის მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს მყისიერ ზემოქმედებას, მყისიერ დახმარებას მოახდენს ადამიანებზე, ვისაც ამის საჭიროება აქვს. მე მინდა გითხრათ, რომ ტყიბული იცით თქვენ მეშახტეების ქალაქია და მაღალი რისკის შემცველი სამსახური გვაქვს ჩვენ ტყიბულში მეშახტეების თვალსაზრისით, ამიტომ რისკიც მაღალია და პირველი მოთხოვნა ჩემი გამგებლობის კანდიდატობის პერიოდში აუცილებლობა დავინახე იმისი ავარიების შედეგად, რომ აუცილებელი იყო ჩვენი ქალაქისათვის ესეთი კატასტროფის ცენტრის ჩამოყალიბება და დღეს ამას ჩვენ მივახციეთ ევექსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ შევძელით ის, რომ ახალი შენობა მოუძებნეთ ევექსს, სადაც გაიხსნება დამატებით კაბინეტები და გამოთავისუფლდება კაბინეტები, სადაც განთავსდებიან დამატებითი მომსახურების მაღალი კლასის ექიმები. ეს იყო ჩემი საარჩევნო პროგრამის დროს დასმული ამოცანა პირადად როგორც კანდიდატის წინაშე და ჩვენ ეს შევასრულეთ. სახელმწიფო დიდი ხვაწლი დაგვიდო, მხარდაჭერა გამოგვიცხადა ეკონომიკის სამინისტრო, როცა ჩვენ ევექსის გაფართოებაზე დავსვით საკითხი და დღეიდან შეგვიძლიათ რომ ვთქვათ, რომ მსახურების ხარისხი გაზრდილია ტყიბულში და ღმერთმა გვაცილოს ჩვენ უკვე აღჭურვილი ძალიან მაღალი კლასის ავტომობილები მოგვემსახურება და ამით უზრუნველყოფთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.